მოგესალმებით მეგობრებო. ჩემი ბოსტანი სულს ღაფავს, მაგრამ კიტრი მაინც არის. ჯერჯერობით არის. აქეთ ეს უკვე აღარ ვარგა, მაგრამ მაინც მოვკრიფოთ. აგერ კიდევ მოვძებნოთ, ვერ ვიპოვეთ. ნახოთ, ეს უკვე აღარ ვარგა. რომელი კიტრიც გამომრჩა და ვერ ვიპოვე, დავტოვე უბრალოდ ესე და აგერ ფუჭდება. ეს ბროკოლი. მალე თესლის აღების დრო იქნება. აგერ პაწუები სასხია. ნახოთ კიტრი კიდევ მოვძებნოთ. აი ვიპოვეთ. აქ ნახე კიდე ისეთი პაწიები არის კიდევ. თითქმის 2 თვეა წვიმა არ ყოფილა. კი ვრწყავთ, მაგრამ ნახეთ სიმინდი რა დღეში. პატიპუტი. ესეთებიც ვიპოვე რამდენიმე პაწუები. ეს თუ ახლა არ მოვწყვიტე, ხვალ უკვე, რა ვიცი, ისეთი იქნება, აი ესეთი ალბათ და აღარ ივარგებს. ესეც პამიდორი. ჩვენთან გვიან წიფდება. გვიან შემოდგომამდე არის ხოლმე და სამაგიეროც აი უგემრიელესია. ეს ცოტა მკვახია და ხვალისთვის. აქ არის ესეთი ხარისკულა. ესეც მეორე. აბა ნახოთ. მესამე. მკვახია. აქეთ არის კიდევ ასეთი. ისეთი მოვლილი არ არის როგორიც უნდა იყოს, მაგრამ რას ვიზავთ, რაც არის, ეს არის. ჩემი ბოსტნის მოსავალი. 2 დღეში ერთხელ ამდენი ხან ცოტა მეტი, ხან ცოტა ნაკლები ყოველთვის იკრიფება. ესეც თხილი. ძალიან ცოტა ასხია. მაგრამ უნდა მოვკრიფოთ, რაც ასხია სად არის. ზოგი ძირს ყრია. უნდა მოვკრიფოთ. ცოტა, მაგრამ არა უშავს. გირაკეთაც კიდევ ჩამოწვია. ეს ჩემი პაწუა პამიდრები, ჩერი, ესეც უნდა მოვკრიფო. ძალიან მეყვარს.
დილი შემოვლა ბოსტანში, დასრულდა. დროებით გამოიწერეთ ჩემი არხი ნახვამდის.